ამ გაკვეთილში კი მრავალრიცხოვანი ფერის ჩასხმების გამოყენებაზე ვისაუბრებთ. ტრადიციულად გაკვეთილს დავიწყებთ თხოვნით, არ დაგავიწყებთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოების მოწონება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი აქტიურობა ჩვენ გვეხმარება არხის განვითარებაში, უფრო მეტი კურსის შექმნაში და ატვირთვაში არხზე. აგრეთვე თუ გსურთ კურსში გამოყენებული გრაფიკული მასალა გქონდეთ, მიიღოთ, მოგწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გამოგეგზავნით გრაფიკულ მასალას. ეხლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. თქვენ უკვე იცით, როგორ უნდა დაამატოთ მარტივი ფერის ჩასხმები ობიექტში. მოცემულ გაკვეთილში ჩვენ გავაფართოვებთ ამ ცოდნას და დავამატებთ ერთზე მეტი ფერის ჩასხმას. გაჩვენებთ რეალურ მაგალითს, როგორ უნდა გამოიყენოთ ეს თქვენს ნამუშევარში. გამოვყოთ დოკუმენტის ფონური გამოსახულება, ეს ლურჯი, მიანად. ეს დავჭირდება. ამ ფენაზე გამოყენებულია გრადიენტი, ანუ გარდამავალი ფერი. მე მინდა დავამატო მცირე ტექსტურა ამ გრადიენტულ ობიექტზე. ამისათვის ჩვენ უნდა დავამატოთ კიდევ ერთი ფერის ჩასხმა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ შეგიძლიათ მისი დაკოპირება, ჩაასხათ ასლი და გამოიყენოთ რეჟიმი blend, ან შეამციროთ opacity-ს დონე. მაგრამ ეს ძალიან დიდი სამუშაოა. მოცემულ შემთხვევაში მე ბევრ დროს დავზოგავ, ისე შევქმნი ახალი ფერის ჩასხმას არსებულის თავზე. ამისათვის გამოვიყენებ panels appearance, რომელიც ჩამაგრების დროს დადგა, ეს ჩავამაგროთ. შემდეგ ფოკუსირებას გავაკეთებ ფერის ჩასხმის ტიპზე, რომლის გამოყენებაც არის საჭირო ფონზე. მოცემულ შემთხვევაში მე დამჭირდება უზორი, ნიკბები. უნდა ვიპოვოთ ის, რომლის გამოყენებაც არის შესაძლებელი. პირველ რიგში გადავალ პანელში swatches, თუ ის გამოტანილი არ არის, რა თქმა უნდა, გამოვიტან, გამოტანილია, აქ არის ჩვენი swatches. და გადავალ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ვიცით, აი აქ გვაქვს და აქ ავირჩევ patterns, ეგეთი ჯგუფი არის ბიბლიოთეკაში და შემდეგ ავირჩევ basic graphics. აი აქ და თქვა .c ავიღოთ. წერტილები. მაგალითად, მინდა წერტილების გამოყენება. ან მოდით ტექსტურა ავიღოთ, ჯობია, ჯობესია ტექსტურას ვიმუშაოთ. patterns, basic graphic textures, basic graphic textures. აი ეს მინდა გამოვიყენოთ. კეთილი. ტექსტურის გახსნის შემდეგ უნდა დავარწმუნდეთ, რომ მოხსნილი მაქვს ფონის მონიშნა გამოსახულებაში. ანუ ფონი აუცილებლად უნდა გავთიშოთ, აი ესე მონიშნა არ უნდა გქონდეს. რადგან თუ კი მე დავაწყებებ მონიშნულ მდგომარეობაში ტექსტურაზე, ის ავტომატურად იქნება გამოყენებული ობიექტზე, რომელზედაც მუშაობ. ავირჩიოთ ნიკბები, რომელიც მოგწონს. მაგალითად ავიღოთ ეს. შულობა რაღაცას რომელს ავიღებ. დაწყებების შემდეგ ის დამატებული იქნება პანელში swatches, ხედავთ, აქ დამატა. ჩვეულებრივად, ამის შემდეგ პანელის ტექსტურას შეგვიძლია დავხუროთ, არ გვჭირდება ეს პანელი არაფერში. ამის შემდეგ გამოვყოთ ფონი უკვე, აი ესე, გამოვიყენოთ ფონის გამოყენება. გადავიდეთ პანელში appearance, აი აქ. და ავირჩიოთ ფერის ჩასხმა, ანუ fill. აი აქ, fill. ხედავთ? გავხსნათ ეს fill. და ხედავთ, სად გამოჩნდა ჩვენი ნიკბები, ხო? ფერის ჩასხმის მონიშნის შემდეგ დავაწყაპოთ პანელზე, რომ მოვნიშნე, აქ უბრალოდ მოვნიშნე add new fill. გვაქვს ეგეთი ბრძანება, აი აქ ნახოთ. new swatches არ გვინდა, fill, new, add new fill. მოდით, ნახოთ, add new fill. მენიუში, კი ბატონო, ახალი ფილის ჩასმა. ძალიან კარგი. ასე მოხდება არსებული ფერის ჩასმის დუბლირება. შეგვიძლია გავშალოთ ფერის ჩასმის ისარი და გამოსახული იქნება ჩვენი პანელის swatches მთლიანად. სადაც დავინახავთ ჩვენს მიერ არჩეულ ნიკბებს.
შესაბამისად, აი აქ უნდა დავაწყაბოთ უკვე აი ამ ნიკბებზე და ხედავთ რა შედეგიც მივიღებთ, ხო? ასე ჩვენ დავამატებთ ახალ ტექსტურას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის ძალიან მუქია. შეგვიძლია ოდნავ ღია გავხადოთ. შეგვიძლია დავრედაქტიროთ უზურის ფერი ან დარჩეთ პანელში appearance. გავხსნათ მეორე ფერის ჩასხმის ის არის მარცხნიდან და დავაწყაბოთ move opacity. აი აქ ხედავთ opacity გავხსენით და ნუ აი აქ შეგვიძლია ეს თქვა დავწიოთ 50%-ზე. კიდევ უფრო დავწიოთ და ნუ ვაკონტროლოთ როგორც გვინდა, ასე ვთქვათ, მისი გამჭრელობა. თუ კი მცოცავით ვერ ვახორციელებს ზუსტად კორექტირებას, შემიძლია მოვნიშნო ესე 35 ჩავწიოთ და ოკეი მივუთითო. და შესაბამისად დაკორექტირებული იქნება ეს, ხო? ამის შემდეგ დავინახავთ ამდენად ეფექტურად დაემატა ტექსტურა დამატებითი ობიექტების დამატებით გამოსახულებაზე. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მრავალი ფერის ჩასხმა ამ გზით. ფერი, ნიკბები, გრადიენტები, რაც გინდათ, ნებისმიერი რამ, რაც ასოცირებულია ფერთან და არა ობიექტთან. ობიექტების ჩასმა სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად. ობიექტების ჩასმა უბრალოდ შემოგაქვთ სადღაც ფაილიდან და აკეთებთ ჩასმას. ან აკეთებთ, აი აქ არის place ბრძანება და place-ის შემთხვევაში გახსნილი იქნება ეს თქვენი კომპიუტერის სისტემა და აირჩევთ ან PNG ფოტოს, ან JPEG ფოტოს, ნუ უფრო PNG ისმება, ან ვექტორულ თვითონ ილუსტრატორის ფაილს და განახორციელებთ ჩასმას სასურველ ადგილას. გაგვიძლიათ დასასრულს შეგახსენებთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, უფრო მეტი საინტერესო კონტენტის სანახავად და ყველა სიახლის ყველაზე სწრაფად გასაგებად ჩვენს არხზე.